ესე იგი წლებია კამპანია მაქვს მე ამყვა როგორც ყოველთვის რამდენიმე პარტია მაგრამ წლებია სოფელ დავდივარ ჩოხატაური იქნება ეს სვანეთი იქნება ეს კახეთი იქნება ეს და სკოლების რემონტზე კამპანია მაქვს დაუმთავრებელ შენობებზე იმაზე რასაც ვეძახი მომთაბარე ბავშვებად რომ გადააქციეს ნახევარი საქართველო და ამის პარალელურად დღეს აცხადებს ეს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ 100 მილიონი ლარის მითვისებისთვის და იმისთვის რომ უნდა გაერემონტებინათ სკოლა და გაერემონტებინათ 30 ბაღი და აეშენებინათ 4 სკოლა ვიღაცეებმა მიითვისეს, გაათეთრეს, მოიპარეს დაახლოებით 94 მილიონი ლარის ტენდერები. და არც ერთი ბაღები გარემონტებული არ არის, 30 ბაღზე არის საუბარი ხალხნო. და არც ერთი სკოლა აშენებული არ არის. და ეხლა როგორ უნდა ვთქვათ, ანუ რომ დღეს აღმოჩნდა ეს პრობლემა? როდესაც წლებია რკინის ქალნამნებით მართლა დავდივარ და ვამბობ რომ ბავშვები ერთი სკოლიდან მეორეში გადადიან, იმიტომ რომ სკოლების რემონტი დასრულებული არ არის, რა ხდება? დღეს რატო აღმოაჩინა ეს ქართულმა ოცნებამ? რამხელა ღალატია ეს ჩვენი ინტერესების და ჩვენი ბავშვების. ამ სკოლებს ხო არაფერი არ ეშველა დღემდე. ამ ბაღებსაც არაფერი არ ეშველა, გადატვირთულობა ბაღებში, კატასტროფული გადატვირთულობა ბაღებში, გადატვირთულობა სკოლებში. ბავშვების სიარული ერთი ბაღიდან მეორე ბაღში, კილომეტრებით ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში. იმიტომ რომ აქამდე არ უნდოდა ამის დანახვა ქართულ ოცნებას. და იმიტომ რომ დღეს გადაწყვეტეს რომ ფული გადაანაწილონ, გადაწყვეტეს რომ ვიღაცებს ფული მოატანინონ და თურმე ჩაიხედეს ამ საქმეში და აღმოაჩენეს რომ 100 მილიონი ლარი, 100 ლარი ხომ არ არის. 100 მილიონი ლარი არის ძალიან ბევრი ფული, როგორც ის 700 მილიონი ლარი, რომელიც ვიღაცამ გაათეთრა. წარმოგიდგენიათ თქვენ რა ფულის ტრიალზეა საუბარი და რა ფული ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში თქვენი და ჩვენი შვილების ხარჯზე. დღეს რო აღმოაჩინეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხარკი არ გადაიხადა ვიღაცამ. მხოლოდ ამიტომ ვიღაცამ ხარკი არ გადაიხადა. და ჩვენი და თქვენ შვილებს მაინც არაფერი არ გამოასწორებს, იმიტომ რომ ასევ წლები არ გამოსწორდება არც ეს ბაღი და არც ამ სკოლა არ აშენდება. ამაშია საქმე. ამ ეგოიზმში, ამ კორუფციაში და მარტო საკუთარი